საქართველოში ყოველწლიურად ძვლის ტვინის გადანერგვა 7 ბავშვს სჭირდება და ბუნებრივია ქველმოქმედებისათვის ყველასთვის თანხის შეგროვება შეუძლებელია. მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში ჩვენი ინფორმაციით ჩვენ შევძელით აი ამ ინფორმაციის მოგროვება 4 ოჯახი იძულებული გახდა სხვადასხვა ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარებულიყო იმისათვის რომ საკუთარი შვილი გადაერჩინათ და ბოლო ასეთი შემთხვევა იყო 14 წლის ბარბარეს მშობლები რომლებიც საკუთარი შვილის გადასარჩენად ამერიკის შეერთებულ შტატებში ლტოლვილად ჩაბარდნენ და საქართველოს დაკარგა ოჯახი, დაკარგა საკუთარი მოქალაქეები. მე უკვე მინდა რომ ჩვენს თავარ სტუმრებთან გადავიდე შეკითხვით და პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მინდა ვკითხო. რამდენად საკმარისია ის ღონისძიებები, რასაც სახელმწიფო აკეთებს აი ასეთი ბავშვების გადასარჩენად? საშვიდობის. პირველ რიგში მე არ ვიცი რამდენად საზოგადოება მთლიანად ინფორმირებული არის იმ ღონისძიებებზე, რასაც ჩვენ ვატარებთ. მე შემიძლია მოკლედ ძირითად მიმართულებებს შევეხო, ალბათ საინტერესო იქნება ეს ყველაფერი. თუმცა ეხლა მინდა ვთქვა, რომ რაც შეეხება ძვლის ტვინის გადანერგვას, ეს არის ერთ-ერთი მცირე სეგმენტი სამკურნალო ტექნოლოგიას, სინამდვილეში პრობლემა ბევრად უფრო სისტემური არის. პრობლემის გადაწყვეტას გამოდიოდნენ მიმართულება აქვს, ხო, ეს შეიძლება იყოს და ძირითადად ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის კერძო შემოწირულობები და ეს არის გარკვეული ფონდები, მაგალითად იმისი ანალოგი, რომელიც თქვენ შექმნით. მე თქვენ ნებართვით მოკლედ შევჩერდები სამივე მიმართულებაზე, მაგრამ სამივე მიმართულებას ახასიათებს ერთი მთავარი ნიშანი. ის რომ გამოყოფილ თანხას ფინანსებს აუცილებლად ჭირდება სწორი ადმინისტრირება, სწორი მენეჯმენტი და სწორი ორგანიზება. სწორედ ეს არის დღევანდელი თანამედროვე ჯანდაცვის წარმატების საწინდარი. არა კარგი ექიმი მხოლოდ, არა კარგი ტექნოლოგია მხოლოდ, არამედ სწორი ორგანიზაცია. იმ დაფინანსების პირობებში, რაც გამოიყოფა წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან ამ მიმართულებით, რახან ეს არის დღევანდელი აქტუალური თემა. ამ დაფინანსების ბევრად უფრო ეფექტურად გამოყენება შეიძლება და ჩვენ უკვე პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც საწყისი ინვესტიციის შემთხვევაში ის დაფინანსება, რაც ახლა არსებობს, არ მინდა ახლა ციფრები დავასახელო, თუმცა მისტომადი არის ყველაფერი, მცირე დამატების, სადღაც 20%-იანი დამატების მერე საკმარისი იქნება, რომ სრულად დაიფაროს ის ყველა მიმართულება და საჭიროება, რაც არის ამ მხრივ. ბატონ დავით, თქვენი აზრით, რა კუთხით დგას მაინც ყველაზე მეტად აი ეს პრობლემა? სამედიცინო განვითარების დონე, იგივე მედპერსონალის კვალიფიკაცია, მკურნალობის საფასური, თუ სახელმწიფო პროგრამების არარსებობა? ან არასაკმარისი რაოდენობა. მე ყოველთვის ვერიდები ზოგად დეფინიციებს, მაგრამ ეხლა მომწევს გამოვიყენო, თუმცა იქვე გავმარტავ. ეს არის კომპლექსური პრობლემა და ძირითადად ნებისმიერი სამედიცინო სერვისი შედგება 4 მთავარი კომპონენტისგან, როგორც არის შენობა, აღჭურვილობა, პერსონალი და ის პროტოკოლი, რითიც ისინი მუშაობენ. პრობლემა არის 4 მიმართულებით და არა იმ მხრივ, რომ მხოლოდ ცოტა ფული არის ამ თანხებს, სწორი გამოყენება ჭირდება და მე არ ვიცი, ეს იმდენ ტევადი თემაა, უბრალოდ რაღაც დროის ლიმიტს თუ მომწევთ, მე ძირითად მიმართულებებს გაგაცნობთ აბსოლუტურად ყველას, თუ რა არის დაგეგმილი, რა უკვე შესრულდა, რა პროგრესი იგეგმება და დამერწმუნეთ, რომ ეს პროექტი ძალიან ოპტიმისტური არის და უკვე წლის განმავლობაში დაინახავს საზოგადოება ამის შედეგებს. ეს პროექტი იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ აი ასეთი ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ კომპლექსური მკურნალობა, თუნდაც იგივე ტრანსპლანტაცია, უცხოეთში გამგზავრება, რომ ისინი სრულად იყვნენ დაფინანსებული. დიახ, ცხადია, ეს პროექტი სწორედ პირველ რიგში ამას მე ხლა სწორედ ამას გულისხმობდი, რომ აი ონკოჰემატოლოგიით დაავადებული ბავშვების მოვლაზე. ისე ესეთი პროექტი, რა თქმა უნდა, უამრავია. მოკლე მიმართულებებს შევეხებით თქვენ ნებართვით, პირველი ფინანსური. არც ერთი სახელმწიფოს ბიუჯეტი ესეთი ეგრეთ წოდებული პიკური მოთხოვნებისთვის არ არის მზად. რას გულისხმობ ამაში? საფრანგეთი ითვლება ინოვატორად სწორედ ესეთი სოლიდარობის ფონდის შექმნაში, რომელიც არის სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის და ინოვაციური დაფინანსების მოდელის შექმნისა. ჩვენ ამაზე უკვე გვაქვს დაწყებული მუშაობა, ეს უკვე გქონდა შეთანხმებული პრემიერთან, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან ამაზე მუშაობა დაწყებულია და არ ვიცი თუ საინტერესო არის მოკლედ გაგაცნობ სტრუქტურას. ეს არის ბევრად უფრო მძლავრი ორგანიზაცია და გაერთიანებული მოიცავს თავის თავში როგორც კერძო, მაგალითად აი ეს მე მივესალმები და დიდი პატივისცემა და გამოხატო თქვენი ფონდისადმი, მიგულეთ თქვენ გვერდზე. ეს იქნება თქვენ შეგეძლებათ რა თქმა უნდა მონაწილეობა მიიღოთ ამაში, მაგრამ ეს იქნება ბევრად მძლავრი სტრუქტურა, რომელიც
აი მთავარი ნიშან-თვისება რო გითხრათ, ეს იქნება, არ ვიცი, არ მინდა ესეთ ტერმინები, აი ელექტროობაში კონდენსატორი, ანუ რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მცირე რაოდენობის მუხტების მიღება, დაგროვება, აკუმულირება და პიკური მოთხოვნის საჭიროების უზრუნველყოფა. აი სწორედ ეს არის სახელმწიფო და კერძო სოლიდარობის ფონდის ნიშან-თვისება. ეს არის საერთაშორისო მიღებული სტრუქტურა, ინოვატორი, როგორც მოგახსენეთ, არის საფრანგეთი, ხასუს, ამიტომ რომ ეს მძლავრი ეკონომიკის ქვეყანა არის და მისი ჯანდაცვის ბიუჯეტიც კი არ არის საკმარისი, სწორედ აი ამ პიკური მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. ბატონ დავით, მე თქვენ კიდევ დაგიბრუნდები და სწორედ საერთაშორისო გამოცდილებასთან დაკავშირებით მინდა გადავიდე ხა შეკითხვით.